ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შეომაღასრულა. თანამსახურებდნენ წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები. პანაშვიდს ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს ეკლესიის მეთაურის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდები უწყვეტად მიმდინარეობს. ტაძარი ღია 24 საათის განმავლობაში. მსურველებს ნებისმიერ დროს შესაძლებლობა აქვთ პატივი მიაგონ მის უწმინდესობას. საქართველოს ეკლესიის მეთაურს კვირას 22 მარტს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ. დღეს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდები გადაიხადეს წმინდა სინოდის წევრებმა და სხვა სასულიერო პირებმა. აქ შეკრებილი სასულიერო და საერო პირები საქართველოს ეკლესიის მეთაურის ღვაწლზე საუბრობდნენ და მთელ ქვეყანას უსამძიმრებდნენ. დიდი ნახევარსაუკუნოვანი და კიდევ უფრო მეტი გზა გავნლე ჩვენო უწმინდესო და უტკბილესო პატრიარქო, უნეტარესო და უსაყვარლესო, როგორც ამბობდნენ ძველი ჩვენზე ადრე ყოფი საუკეთესო მოღვაწეები ქართველი ერისა, რომელიც მარად შენთან იყვნენ, შენ შეკარი, შენს გვერდით ყოფნა უხაროდათ დიდს და მცირეს და აი ახლაც ჩვენი დიდი გლოვის ჟამს, როცა მიცვალებული ზანდებით თქვენ კიდევ ერთხელ აღასრულეთ თქვენი დიდი სურვილი, გაერთიანეთ საქართველო, კვლავ კიდევ ერთხელ გაამთლიანეთ ქართველი ერი, დიდი და მცირე. მოდის, რათა დაგემშვიდობოს. აქ არიან თქვენი ნათლულები, ახალგაზრდები, სტუდენტები, მოხუცები, პენსიონერები, ბრძენი ადამიანები, მოღვაწეები, მშრომელები, მუშაკები, ყველა დღეს განიცდის და ყველა ამბობს, რომ ჩვენ დავკარგეთ ქართველმა ერმა, დაკარგა მამა, ერის მამა, მაგრამ ჩვენ ვიცით, წმინდა ეკლესია მიცის, რომ არათუ დავკარგეთ, არამედ შეემატა, როგორც თქვენ ამბობდით, თქვენი პატრიარქობის პირველ წლებში და გიყვარდათ ამის თქმა, შეემატეთ ზეციურ საქართველოს, ჩვენ დიდ წინაპრებს, სადაც არიან ჩვენი დიდი წმინდანები, თამარ მეფე, დავით აღმაშენებელი, ვახტანგ გორგასალი, რომელიც თქვენ გიყვარდა და რომელიც თქვენი ხორციელი წინაპარი იყო, ბაგრატიონები, რომელთა ნათესავიც იყავი შენ, ჩვენო უწმინდესო მეუფეო და მთელი საქართველო არის დღეს შენს გვერდით, ზეციურ საქართველოდან შენ ახლა ლოცავ და დალოცავ საუკუნეების მანძილზე ზეციური საქართველოდან ქართველ ერს, როგორც ილია მართალი, ილია ჭავჭავაძე ამბობდა, სწორედ ასეთ ვითარებაზე, რომ თქვენ აღასრულეთ თქვენი ვალი და ეძინეთ მშვიდობით. დღეს არის მოსული აქ სტუდენტები განსაკუთრებით, 3 უნივერსიტეტის სტუდენტობა მოვიდა, რექტორატი, ბატონი დავითი, რომელიც თქვენ გიყვარდათ, რექტორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა, ასევე თეოლოგიის ცენტრის სტუდენტები არიან და პედაგოგ-მასწავლებლები, მოსულები, სამღვდელოება, რომელიც თქვენ დაარსეთ ჩვენი სტუდენტების თეოლოგიური განათლებისათვის და მთელი საქართველო თქვენ გვერდით არის და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საუკუნოდ იყავ ხსენება შენი, ხსენება და კურთხევა შენი, ამინ. პირველ რიგში მინდა ისევ და ისევ მიუსამძიმრო ყველას ეს უდიდესი ტკივილი, უდიდესი სიმძიმე, დღეს ყველაზე ხშირად ნათქვამი სიტყვებია ვიზიარებ და სრულიად საქართველო უზიარებთ ერთმანეთს ამ დიდ ტკივილს. მე მინდა მადლობა უთხრა უწმინდეს მისი მსახურებისთვის ჩემი მხრიდან და დღეს ჩვენ ყველა ხედავთ იმ კეთილთესს, რომელიც ძალიან დიდი ხნის მანძილზე ამ ადამიანმა თესა თითოეული ადამიანის გულში, როგორ აღმოცენდა და როგორ ამოხეთქა
როგორც კეთილმა ნაყოფმა და დღეს ჩვენ ხედავთ ფაქტობრივად ნაყოფ სიყვარულისა და შერიგებისა და დიდ ნაბიჯს ერისგაერთიანებისა. მე მინდა გავაცხადო ასევე დღევანდელი პანაშვიდების შესახებ. დღეს სამების საკათედრო ტაძარში მოდიან ეპარქიებიდან დელეგაციები, მეუფეები, მათ სამწყსოსთან ერთად იხდიან სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს. ამის ორგანიზება ხდება, ასევე ცხეთა-თბილისის სამღვდელოება მოდის სამრევლოებთან ერთად და ვცდილობთ, რომ თითოეული მოსული მრევლის წევრი, სასულიერო პირი მაქსიმალურად იყოს, მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი ნაკადია, მაქსიმალურად კონდეს შესაძლებლობა მიახლოს უწმინდეს და პატივი მიაგოს უწმინდეს. ასევე ცხეთა-თბილისის ყველა მოქმედ ტაძარში და მონასტერში 12 საათზე უნდა გაისმას სამგლოვიარო ზარები 22 მარტის ჩათვლით. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში ხალხის ნაკადი არ წყდება. სასულიერო პირები, მრევლის წევრები და რიგითი მოქალაქეები უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის მიმართ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავდნენ. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი ტკივილია და ასევე დიდი ნუგეშიც არის, რომ ის შეემატა იმ დიდ დას, რომელიც სრულიად საქართველოსთვის ლოცულობს და ჩვენ აფხაზეთის ანსამბლი, რა თქმა უნდა, გულისადად უზიარებთ, წუხვართ მისი დამოკიდებულებაც ვიცით აფხაზეთის მიმართ, მის დამოკიდებულებას ვიცით ჩვენი და ანსამბლის მიმართ, თითოეული ჩვენი წევრის მიმართ და თან როგორც მართლმადიდებლური მრევლი ვხარობთ კიდევაც მისი ამ დიდი სიძლიერით და ჩვენ ალბათ ჩვენი დიდი სულიერი მამა გვეყოლება კიდევ ერთი ზეციო საქართველოში. ამ დღეების ალბათ გულის სიღრმეში ყველას ძალიან გვეშინოდა. და რთულია იმ ემოციების გადმოცემა, რაც ახლა თითოეულ ჩვენგანშია. მე ვერ ვილაპარაკებ მარტო ჩემი სახელით, იმიტომ რომ რამდენად ძვირფასი იყო პატრიარქია, ამაზე მეტყველებს ხალხის რაოდენობა, უწყვეტი ნაკადი, რომელიც ამდენი დღეა არის სამებაში და ყველაზე მთავარი, რაც შეგვიძლია ჩვენ პატრიარქის მიმართ გამოხატოთ, არის მადლიერება და სიყვარული და ვეცადოთ, რომ ის სიყვარული და ის პატივისცემა და ის მადლიერება, რაც პატრიარქს ჰქონდა, ჩვენ გქონდეს და გადმოვიღოთ მისგან მისი ის ძვირფასი თვისებები, რომელსაც ძალიან ხშირად გვეუბნებოდა ხოლმე, გვიქადაგებდა, ასეთები იყავით, გიყვარდეთ ერთმანეთი, გწამდეთ. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ამ დროში დავიბადეთ, რომ ჩვენ პატრიარქის თანამედროვეები ვიყავით. ძალიან რთულია მართლა ლაპარაკი უწმინდესზე, მაშინ, როდესაც ის უკვე აღარ არის ამ ქვეყნად. უსამძიმრებს სრულიად საქართველოს. ამ ემოციების გამოხატვა შეუძლებელია. პირველ რიგში ჩვენი სულიერი მამა იყო ძალიან დიდი დანაკარგია როგორც საქართველოსთვის, ასევე მსოფლიოსთვის და რა თქმა უნდა ჩვენ შვილებსაც ჩვენი შვილებისთან ერთად უნდა გავიზიაროთ ეს გულის ტკივილი. რამდენი ხანი საჭირო იქნება, იმდენი ხანი ვიქნებით აქ რიგში, რომ შევიდეთ და მოვინახულოთ ბოლო ჯერ ამ ქვეყანაში და იმ ქვეყნად იმედი მაქვს, რომ კიდევ შევხვდებით და დაგულოცავს იმ ქვეყნიდან ღმერთ ფასასფეროებს. ძალიან დიდი ტკივილია ეს მთელი საქართველოსთვის და მთელ საქართველოს უსამძიმრებ. სრულიად საქართველოსთვის საკმაოდ რთული დღეა, მძიმე დღეები გვიდგას. ჩვენი ოჯახის პატარა წევრი პატრიარქის ნათლულია. ძალიან ვამაყობთ ამით. მიყვარს ძალიან მემშვიდობებით და ნამდვილად სულიერი მამა დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ და დავუბრუნდით ყველა. სიტყვები არ მყოფნის რა შეიძლება რომ თქვა დღევანდელ დღესთან და საერთოდ საქართველოს და საერთოდ მთელ მსოფლიომ დაკარგა უდიდესი ადამიანი. და მადლობა ღმერთს, რომ ჩემი მესამე შვილი მისი ნათლულია და ილია მეორის უნდა ნამდვილად ესეთი გაერთიანებული საქართველო ენახა და კი ხედავთ რა მდგომარეობაც არის. დიდი ადამიანი გამოგვაკლდა არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს. ბედნიერი ვარ, რომ ამ ეპოქას მოვასწარი. აი ამ ეპოქაში რო ცხოვრობ, სამძიმრებ სრულიად საქართველოს. თქვენ ხედავთ ალბათ რა მდგომარეობაა და სიყვარულია პატრიარქი და მე კეთს ვიხრი მის წინაშე. ჩემი შვილები პატრიარქის ნათლები არიან 3 და მადლობა უფალს ამისათვის.
უდიდესი პასუხისგებლობა. საუკუნთხსენება იყოს მისი. ამინ. მე ჩამოვედი ახმეტის რაიონიდან. მინდა ბოლო გზაზე დავიმშვიდობო ჩემს ძვირფას პატრიარქს. ძალიან გვიმძიმს, მაგრამ აქაც ლოცულობდა, იქიდანაც ილოცებს საქართველოს. ეს არის რეალობა. სამწუხაროა, რომ დაგტოვა.